იძულებითი ქველმოქმედება მუქარის გამო ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი წინასაარჩევნოდ გადარიცხულ 1,5 მილიონ ლარზე საუბრობს. ბიზნესმენი ყვება, რომ 2008 წლიდან 2011 წლამდე თანხები ნაციონალურ მოძრაობას და ქრისტიან დემოკრატებს შეაურიცხა. მასზე ზეწოლას კი დღემდე მოქმედი გამომძიებელი ბექა ბასილაია ახდენდა. პროკურატურის გამომძიებელი ქრისტიან დემოკრატებისთვის იძულებით ნაყიდის სარეკლამო დრო რუსთავი ორზე და ზეწოლა ვალერი შოშიაშვილის ოჯახზე. ვასილ დაბრუნდაშვილი მუშაობდა თემაზე. 17 მაისს მივიღე სატელეფონო შეტყობინება ბექა ბასილაიას კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, სადაც გარკვეული წერია, რომ სოფელ გრემის კულტურის სახლი, ეს თანხა გადასახდელი არის 30,000 ლარი და კონკრეტულად ანგარიშის ნომრები არის შემდგომ მითითებული. ვალერი შოშიაშვილი ყვება, რომ პროკურატურის მოქმედი გამომძიებელი მას იძულების წესით აუქციონში ჩაბმას და სოფელ გრემის კულტურის სახლის შესყიდვას აიძულებდა. 1,5 მილიონ ოჯახის წევრების თავისუფლების და ბიზნესის შენარჩუნების სანაცვლოდ. შოშიაშვილი ამბობს, რომ იძულებით ქველმოქმედებას ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ 2008 წლიდან 2011 წლამდე ეწეოდა. საერთო ჯამში გადამარიცხინეს 1,5 მილიონ იძულების წესით ნაციონალური მოძრაობის და სხვადასხვა ანგარიშებს. რა ფორმით ხდებოდა ბატონო ვალერი ეს გადარიცხვები? იყო მუქარა თუ აი რა? ეს ხდებოდა პირველ ეტაპზე ფინანსური პოლიციის მხრიდან ზეწოლით და შემდგომ უკვე 2011 წელს პროკურატურის მხრიდან ზეწოლით მუქარით და იმის მითითებით, რომ ისინი თუ არ შევასრულებდი გარკვეულ მითითებებს დაიჭერენ ჩემი ოჯახის წევრებს. შოშიაშვილი ქრონიკას ფინანსურ პოლიციაში არაერთგზის დაბარების და მუქარის შესახებაც უყვება. მისი თქმით, იქაც პროკურატურის გამომძიებელის ბექა ბასილაიას კვალი დახვდა. მე დამიკავშირდა პროკურატურის გამომძიებელი ვინმე ბექა ბასილაია, რომელმაც მთხოვა პროკურატურის შენობაში მისვლა. ჩემი მისვლის შემდეგ მან მომთხოვა ჩემი ოჯახის კუთვნილებაში არსებული დოკუმენტაციის წარდგენა. მე რა თქმა უნდა შესაბამის დროს წარვადგინე ყველა დოკუმენტაცია, შემდეგ ეს დოკუმენტაცია გადატანილი იქნა აუდიტის სამსახურში. ამას მოყვა ინტენსიური დაბარებები ჩემი პროკურატურის საგამოძიებო სამსახურში, პროკურორთან შეხვედრა ბატონ ზაზამალუძესთან და ყველა ამ შეხვედრას თან ახლდა მითითებები და თან ახლდა მუქარა იმის შესახებ, რომ მე უნდა შემესრულებინა ყველა ის მათ მიერ ჩამოყალიბებული მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა ჩემი ოჯახის წევრების დაკავება. შოშიაშვილის მონაყოლით ირკვევა, რომ იძულებით ქველმოქმედებას ის მარტო ნაციონალური მოძრაობის სახელზე არ ეწეოდა. იხსენებს, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მას 50,000 ლარად ქრისტიან დემოკრატებისთვის ტელეკომპანია რუსთავი ორზე სარეკლამო დრო აყიდინეს. გარდა ამისა, ჩემმა კომპანიამ მოახდინა რამოდენიმე გადარიცხვა სხვადასხვა ანგარიშებზე, მათ შორის იყო ერთი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობისთვის წინა საარჩევნოდ სარეკლამო დროის ყიდვა რუსთავი ორის სატელევიზიო ეთერში. ქრონიკა ბიზნესმენის განცხადების შემდეგ გამომძიებელ ბექა ბასილაიასაც დაუკავშირდა. იგი ამბობს, რომ ბიზნესმენს იცნობს, თუმცა ბრალდებებს ჯერ არა. მაინტერესებს ვალერი შოშიაშვილი ბიზნესმენი ესეთი გეცნობათ, ხო? დიახ. ამბობს, რომ თქვენი ეხლა მათ დაკითხვა უნდა კიდევ უკვე კითხვებს მისვამ, მაშინ და გავწყვეტე ხო დაკითხო და პროცესუალურ მოქმედებას ეხლა სატელეფონო ზარის გამო ხოლმე შეძლო. არც ბიზნესმენის და არც მისი იძულებითი ქველმოქმედების შესახებ არ სმენიათ ქრისტიან დემოკრატებს. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ბიზნესმენს მათი სახელით ფულს ძალავდნენ, დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ბიზნესმენის გვარი უცნობია ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვისაც. თუ ვინმეს რაღაცას აძალებდა, ავალებდა, ანართმევდა, ეს თანხა ჩვენ თვალით არ გვინახია. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანთან ჩვენ კომუნიკაცია მანამდე არ ქონდა. კარგი იქნებოდა, რომ ეს ადამიანი დროულად გამოჩენილიყო, იმიტომ რომ ჩვენ მოვახერხებდით ამას რეაგირებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეწარმე ჩვენ სწორედ დავხმარები ვართ, ვისაც ხელისუფლება ახდენდა გავლენას და მეორეს მხრივ რაღაცა გაუგებრობას აქვს სავარაუდოდ ადგილი. არც გამიგია ვალერი შოშიაშვილი, არც შევხვედრი ვარ ვალერი შოშიაშვილს, არც მსმენია მის შესახებ და რა ვიცი, მეტი რა გითხრათ კიდე. შოშიაშვილის საქმეს არ იცნობს მთავარი პროკურორიც. კბილაშვილის განცხადებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენებზე ზეწოლის შემთხვევებს შეისწავლის. მე ვიცი ათეულობით ასეთი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები აცხადებენ იმას, რომ სხვადასხვა ფორმით პროკურატურის მუშაკთა მიერ გამოცხადებული იძულების გზით მათ დათმეს თავის საკუთრება ან ფული მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიხადეს სადღაც. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევას ვიძიებთ. თავად შოშიაშვილი სამართლიანობის აღდგენას და მის საქმეში ფიგურანტი პირების დასჯას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით ბიზნესმენმა პროკურატურას უკვე მიმართა.